სულტირის კედლები სველი არის რა თვითონ ეს ზედაპირი. ვიმყოფები წავკეში, სარდაფში, ერთ-ერთი კერძო სახლი, სადაც კონდენსატი წარმოიქმნება. სარდაფს საერთოდ არ აქვს ფანჯარა, მთლიანად მიწაშია. ძალიან სერიოზული ჰიდროიზოლაცია აქვს გაკეთებული და პრობლემა წარმოიქმნება ზუსტად იმის გამო, რომ ცივი და თბილი ჰაერის ნაკადები ხდება ერთმანეთს. ჩვენი საბურღი აპარატურა დაუტოვებიათ ესეთი ვენტილაცია, რომელიც არაფერს არ აკეთებს ფაქტიურად რაღაც მაიმუნობაა. აი აქაც ნახეთ როგორი კონდენსატია. აი ფაქტიურად სველია. სველი არის რა თვითონ ეს ზედაპირი. თვითონ კედელსაც ეთყობა რომ უკვე აი მუქი ფერისაა. ჩვენი სისტემა ამ ყველაფერს გააქვს და შედეგზე ვიძლევით 100%-ია გარანტიას. აჩვენებთ ახლა მონტაჟის პროცესსაც. დავამონტაჟეთ რეკუპერატორი, ერთი ერთეული დადგა აი ამ ადგილზე. მეორე რეკუპერატორი მეორე ოთახში დაახლოებით აქ მოუწია დამონტაჟი. რეკუპერატორმა გამოყო თავი კედლიდან, მონოლითური კედლიდან, რომელიც არის მთლიანად მიწაში. ამოვიდა ორმაგი მილით და დამონტაჟდა ესე. ეხლა მეორესაც გაჩვენებთ. ასეთ პოზიციაში აღმოჩნდა ჩვენი მეორე რეკუპერატორიც. თუ გაქვს სახლი, სადაც არის სარდაფი ფანჯრის გარეშე მთლიანად მიწაში, ჩათვალე რომ პრობლემა არ გექნება, ჩვენ თუ დაგვირეკავ 514-605-605-ზე. ჩვენი სისტემა, რეკუპერატორი პრანა, გაგიგრობთ კონდენსატს, სინესტეს, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა იდეალურად გაკეთებული გარედან ჰიდროიზოლაცია.